გამარჯობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას და კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ძალიან მიხარია აქ თქვენთან ერთად ყოფნა. დღევანდელი ჩემი თემა ეხება ციფრულ მარკეტინგში ციფრული მონაცემების დამუშავებას. თუმცა ამაზე ვისაუბრებ ცოტათი არასტანდარტული გზით. იმიტომ რომ დღეს არავის აღარ უყვირს ციფრულ მარკეტინგში ციფრული მონაცემების დამუშავება. ამაზე ყოველთვის ვლაპარაკობთ, რომ დღეს ციფრულ მარკეტინგს მართავს ციფრული მონაცემები. მაგრამ რას გულისხმობთ ამაში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ციფრული მონაცემების ანალიზთან მიდგება საქმე. დღეს აღარ არის საკმარისი, რომ ვაკეთოთ სტანდარტული ანალიტიკა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად გავზომოთ კონტენტის პერფორმანსი, მაგალითად ჩვენს მიერ დაგენერირებული სარეკლამო კომუნიკაციების ანალიტიკა ვაწარმოოთ, ან ცოტა უფრო დეტალებში თუ ჩავალთ, ვებ და მობაილ პლატფორმების ანალიტიკა. ეს ინოვაციური აღარ არის, რადგან ამას ყველა კომპანია, ბრენდი, ორგანიზაცია თუ ინდივიდუალი აკეთებს და ჩვენ ეს აღარ გვიკვირს. როდესაც ვლაპარაკობთ ციფრულ მარკეტინგში ციფრული მონაცემების დამუშავებაზე, მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა იმ მონაცემს მივაგნოთ, რომელიც ზოგადად ინტერნეტ სივრცეში გენერირდება. შეიძლება რომ ეს ახლა ცოტათი სასაცილოდ მოგვეჩვენოს და აბსურდულად, როგორ შეიძლება ყველანაირი მონაცემი გავაანალიზოთ, თუმცა არც თუ ისე აბსურდულია დღეს, რადგან ამას უკვე ვაკეთებთ მაგალითად ჰეპტიკში. რეალურად ყველაზე მთავარი არის ის, რომ მივაგნოთ ეგრეთ წოდებულ მუქ მონაცემებს. მუქი მონაცემები არის ისეთი მონაცემების ტიპი, რომლებსაც ხშირად ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ არ არსებობს კონკრეტული კომპლექსური ტექნოლოგიები, სისტემები, პროდუქტები, პლატფორმები, რომლებიც აი ამ მონაცემების ანალიზში დაგვეხმარება. დღეს დედამიწაზე ყოველწამიერად გენერირდება 1.7 მეგაბაიტი მოცულობის მონაცემი თითოეული ადამიანის მიერ ყოველ წამს. ალბათ ეხლა უკვე ვფიქრობთ იმას, რამდენი მონაცემი შეიძლება დაგენერირდეს ყოველდღიურად და ყოველწამიერად. შესაბამისად, მართლა ცოტა არარეალურს გავს. როგორ შეიძლება აი ამ ყველა მონაცემთან მივიდეთ, გავაანალიზოთ და იქიდან რაღაც ინსაიტი წამოვიღოთ. აი ამ კომპლექსური სისტემების და ტექნოლოგიების შექმნის უკან აი მუქი მონაცემები ზუსტად გვაძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერი მონაცემი გავაანალიზოთ და დავინახოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუქი მონაცემები არის ისეთი მონაცემების ტიპი, რომლებიც უყურადღებოდ, ხანდახან ჩვენი ასე ვთქვათ, დამუშავების მიღმა რჩება, მონაცემთა დამუშავების მიღმა. მაგრამ რატომ? აი ამ მუქი მონაცემების დამუშავებისთვის გვჭირდება რამდენიმე ტექნოლოგია. აი ამ ტექნოლოგიას თუ ვფლობთ და ამ ტექნოლოგიის გაკეთება და განხორციელება თუ შეგვიძლია, მაშინ მუქ მონაცემებსაც გავაანალიზებთ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ აი ეს მუქი მონაცემები, რომლებიც ხშირად გვეჩვენება, რომ მართლაც სამეცნიერო ფანტასტიკას გავს, როგორ უნდა წარმართოთ და როგორ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში ამისთვის გვჭირდება სამი მნიშვნელოვანი მოდელი. ეს არის NLP, ეს არის data mining ალგორითმების დამუშავება და ეს არის სენტიმენტის ანალიზი. ჩვენ სამივეს ვაკეთებთ ჰეპტიკში და შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს სამეცნიერო ფანტასტიკა აღარ არის. NLP მოდელების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ციფრულ არხზე განთავსებული პოსტის ქვეშ დაგენერირებული დიდი კომენტარების ქვეშ ვიპოვოთ კონკრეტული საკვანძო ფრაზები, გავაანალიზოთ, რამდენად ხშირად ხდება ამ ფრაზების გამოყენება და დავადგინოთ სენტიმენტი. რა არის ავტორის ემოციური დამოკიდებულება ამ კონკრეტული თემის მიმართ მაგალითად. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, რომ სემანტიკური AI-ის გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის ზოგადად გამოყენებით, დავადგინოთ სენტიმენტი. რა ჭრილში საუბრობს ადამიანი ჩვენზე, ჩვენს ბრენდზე, ჩვენს კონკურენტებზე თუნდაც, ან ზოგადად რაღაც საზოგადო თემებზე. Data mining-ის მიმართულებით და ზოგადად ამ ალგორითმების გამოყენების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივაგნოთ ისეთ მიკროტრენდებს და გავაანალიზოთ ისეთი სენტიმენტი, რომელიც ყურადღების მიღმა არის ისე დატოვებული. აი ამ ტექნოლოგიის არსებობის შემთხვევაში ფაქტობრივად მონაცემების აბსოლუტური ანალიზი შეგვიძლია. გავაკეთოთ სემანტიკური ანალიზი, გავაკეთოთ დედუქციური ანალიზი და ასევე რა თქმა უნდა ჩვენი კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეები დავადგინოთ. იმიტომ რომ ნებისმიერ კომპანიაზე, ნებისმიერ ბრენდზე, ორგანიზაციაზე თუ ინდივიდუალზე შეგვიძლია ნებისმიერი სახის ინფორმაცია წამოვიღოთ, რომელიც ზოგადად ციფრულ არხებში გენერირდება. შესაბამისად, აქ უკვე მონაცემთა დამუშავებაზე აღარ ვლაპარაკობთ. იმიტომ რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე მონაცემების დამუშავება, ეს არის ამ მონაცემების ინტელექტუალური ინტერპრეტაცია. მონაცემების ინტელექტუალურ ინტერპრეტაციაში აუცილებლად გვეხმარება ემოციები. ჩვენ ზოგადად ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ მარკეტინგს მართავს ემოცია. ხო ეგრეა? ნებისმიერ მარკეტინგულ კამპანიას, რომელსაც ვაკეთებთ, ჭირდება ემოციური ბმა ჩვენს მოხმარებლებთან. ყოველთვის მაგას ვამბობთ. თუ ემოციური ბმა გვაქვს ჩვენს მოხმარებლებთან, მაშინ აუცილებლად მივახტევთ წარმატებას. ემოცია არის ის, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას და ასე შემდეგ. მაგრამ რატომ არ ვსვამთ მაშინ კითხვას, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ემოციური ანალიტიკა ვაწარმოოთ და ზოგადად ემოციები გავაანალიზოთ. შეგვიძლია კი რომ ეს გავაკეთოთ. შეგვიძლია და ამას ჰეპტიკში მაგალითად ვაკეთებთ. ემოციური ანალიტიკა ჩვენ საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს დაუკავშიროთ ხელოვნური ინტელექტი და ფსიქოლოგია.
ემოციური ანალიტიკის საშუალებით პირდაპირ ვგებულობთ კონკრეტული მომხმარებლების ემოციურ დამოკიდებულებას ნებისმიერი თემის გარშემო. ემოციური ანალიტიკა განსხვავდება ტრადიციული ანალიტიკისგან იმ კუთხით, რომ პასუხობს კითხვას რატომ. ჩვენ ყოველთვის როდესაც ვიკვლევთ რაღაც პროცესებს, ვაკეთებთ სემანტიკურ ანალიზს, ვაკეთებთ რაოდენობრივ კვლევას და ვაკეთებთ თვისებრივ კვლევას, ხო ეგრეა? ამიტომაც მნიშვნელოვანი არის ტრადიციული ანალიტიკისგან განსხვავებით დავინახოთ, რა სხვაობას გვაძლევს ეს ემოციური ანალიტიკა. თუ კი ტრადიციული ანალიტიკა პასუხობს კითხვას რა მოხდა, ასეთ შემთხვევაში ემოციური ანალიტიკა პასუხობს უკვე რატომ მოხდა და გვეხმარება რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დავამყაროთ. რა თქმა უნდა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული ფაქტი თუ ხდება, ოკეი, მაგრამ რატომ ხდება ეს თუ არ ვიცით, მაშინ მომავალი პროცედურების დაგეგმა ძალიან გაგვიჭირდება. სწორედ ამიტომ გადავდივართ მესამე ეტაპზე, რომელიც რეალურად უკავშირდება აი ამ ემოციური ანალიტიკის წარმოებისთვის საჭირო კომპლექსურ მოდელებს. ამ მოდელებისთვის პირველ რიგში რაც გვჭირდება, ეს არის კომპიუტერული ხედვა, აუდიო ანალიზი და ტექსტის სემანტიკური კვლევა. კომპიუტერული ხედვის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ სოციალურ ქსელში დაგენერირებული ვიდეო პოსტების ანალიზი გავაკეთოთ და დავადგინოთ მასში მონაწილე ადამიანები როგორ ემოციურ მდგომარეობაში არიან ჩვენთან და ზოგადად რაღაც კონკრეტული თემების მიმართ. აუდიო ანალიზი გვეხმარება კონკრეტული ტონის განსაზღვრაში, ხოლო ტექსტუალური ანალიზის საშუალებით ნებისმიერი სიდიდის ტექსტის სემანტიკურ ანალიზს ვაწარმოებთ. შესაბამისად, ემოციური ანალიტიკა არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ მომხმარებლები უფრო ღრმა ემოციურ დონეზე გავაანალიზოთ. არა მხოლოდ ვიცოდეთ ისინი რა კონკრეტულ მოქმედებებს აკეთებენ, არამედ ვიცოდეთ ისინი ამას რატომ აკეთებენ და ეს შემდეგ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავგეგმოთ და განსაზღვროთ პოტენციურად რა შეიძლება გააკეთონ მომავალში. სწორედ ამ დროს უკვე მივდივართ ეგრეთ წოდებულ ობზერვაციებამდე, რომლის პროგნოზირებასაც ვაკეთებთ. პროგნოზირებადი ობზერვაციების შემთხვევაში ერთმანეთს უკავშირდება მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ კლასტერულ ალგორითმებს, მაგალითად ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ უმეთვალყურეო მოდელებს და ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, რომ ეგრეთ წოდებული პროგნოზირება გავაკეთოთ, რა შეიძლება მომხმარებელმა გააკეთოს ისეთ შემთხვევაში, თუ აი ეხლა ამ კონკრეტულ მოქმედებას აკეთებს. შესაბამისად, უმეთვალყურეო მოდელების ან ზედამხედველობითი მოდელების გამოყენების შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია განსაზღვროთ, თუ კი მომხმარებელი რაღაც მოქმედებას აკეთებს, მომავალში მან პოტენციურად რა შეიძლება გააკეთოს. რა თქმა უნდა, მარკეტინგში ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის ცოდნა, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ წინასწარ ის კომუნიკაციები, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება, თუ კი მომხმარებელი აი ამ კონკრეტულ მოქმედებას გააკეთებს. ამიტომაც პროგნოზირებადი ობზერვაციები არის ერთ-ერთი მომავალი კომპონენტი, რომელიც მარკეტინგში ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. აი ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ ციფრული მარკეტინგი დავუკავშიროთ თანამედროვე გამოწვევებს. თანამედროვე გამოწვევები რეალურად ზუსტად იმას უკავშირდება, რომ აი ამდენი ადამიანი რო ვართ, აი ამდენი ადამიანი რო ხმარობთ სხვადასხვა ციფრულ არხს და ამდენ ციფრულ მონაცემს ვაგენერირებთ, ეს მონაცემები იყოს ხელმისაწვდომი, იყოს გააანალიზებადი და ქონდეს ისეთი საშუალება, რომ მათგან კონკრეტული პრედიქშენები გავაკეთოთ, ასე ვთქვათ. ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველებები. საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ დღეს ციფრული მარკეტინგის მომავალი მდგომარეობს იმაში, რომ ტექნოლოგია უნდა დავუკავშიროთ ჩვენი აუდიტორიის ემოციას და ჩვენი აუდიტორიის ეგრეთ წოდებულ გრძნობებს. თუ კი ამას გავაკეთებთ, ძალიან მარტივად შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ ჩვენს კონკურენტებს. საბოლოოდ რო შევაჯამოთ, მუქი მონაცემები ჩვენ საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ის, რაც ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმარჩება ხოლმე სხვის მიერ. ემოციური ანალიტიკა გვაძლევს საშუალებას, რომ დეტალურად გავაანალიზოთ, რა დამოკიდებულება აქვს მომხმარებლებს ჩვენს მიმართ და ზოგადი თემების მიმართ, ხოლო პროგნოზირებადი ობზერვაციები გვეხმარება არა მხოლოდ განსაზღვროთ კონკრეტული ტენდენციები, არამედ შევქმნათ ეს ტენდენციები. საბოლოოდ კი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ ასე იქნება თუ ისე იქნება, ციფრულ მარკეტინგს მაინც აუცილებლად მართავს ციფრული მონაცემები. მადლობა.